გამარჯობა. მე მქვია თამთა. ძალიან ნერვიულობ. ნუ ზოგადად როცა ნერვიულობ, ყოველთვის ვჭამ ხოლმე. ახლა ვერ ვჭამ და კიდევ უფრო მეტად ნერვიულობ მაგაზე. ერთადერთი ტატუ მაქვს და ისიც ხინკლის, ქალაქურის. როგორც ხედავთ, სერიოზული ნერვოზი მაქვს. ნუ იურიდიულად რომ აგიხსნათ ჩემი თავი, მე ვარ დამამძიმებელი გარემოება. ნებისმიერ სიტუაციაში. ჩემზე მაინც ვერ იტყვით რომ სუქანი ვარ. ჩემზე იტყვით რომ მოსული ვარ. თორე თუ მსუქანი თქვა ვინმემ და გავიგე, მაგის წონასაც ზედ დავიმატებ. ნუ პირველად, როცა გავაცნობიერე რომ ეს იყო პრობლემა, ვიყავი პირველ კლასში. ჩემთვის ვიჯექი გაკვეთილზე, შემოვიდა დამრიგებელი და მკითხა, უკაცრავად თქვენ ვისი მშობელი ხართო? მაშინ მივხვდი რომ ცხოვრების გაგრძელება ასე აღარ შეიძლებოდა და რაღაც უნდა მემოქმედა. ამიტომ გადავწყვიტე რომ დამეცვა დიეტა. თუმცა ამისთვის დაველოდე შემდეგ ორშაბათს. ნუ ეს ორშაბათიც დადგა. დავიწყე დიეტა. თავიდან ხო ვითომ რაღაცა, მაგრამ საღამოს მაინც მომშივდა. მომეშალა ნერვები და შევიძულე ყველა ის ადამიანი, ვინც იგონებს დიეტას. მე თუ მკითხავთ, ეგენი უნდა დაიჭირო ყველა. ერთი მგონი ზის კიდეც საკუთარი დიეტა რომ აქვს. ბავშვობაში წონის გამო, ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, ძალიან ბევრი რამ დამაკვდა. ჰაერში აგდება. აჩიკუტიალი. ნუ აჩიკუტიალი, ვინც არ იცით, ზურგზე მოგდება. აი მაგალითად არასდროს ყოფილა რომ ვინმე სტანსაცმელი დაპატარავებოდა და ჩემთვის ეჩუქებინა. ხოლო როცა მე მიპატარავდებოდა, მამი და ჩემს ჩუქნიდი ხოლმე. თუმცა ამ ყველაფერს ერთი პლუსიც აქვს. როცა მეგობრები სადმე გავდივართ ქალაქგარეთ, მანქანაში ყოველთვის წიმჯდები. ლიფტითაც ყოველთვის მარტო მგზავრობ. აი ხო არიან გოგოები რა ოცნებობენ ხოლმე რომ აუ ლიფტში გავიჭედოთ პრინცთან ერთად. აი ჩემ შემთხვევაში ეს ასე არაა. როცა მე შევდივარ ლიფტში, ყველა მიცის რომ ლიფტი ჩემია. ნუ როცა ბიჭი არის ჩემს გვერდით, მე მას ძალიან ვჩრდილავ, პირდაპირი გაგებით. ამიტომ ბიჭებისთვის განსაკუთრებულად სასურველი ვარ ზაფხულში. ერთი ბიჭი გავიცანი Facebook-ზე, სადაც მარტო თავის ფოტოებს ვდებ. ნუ ამ ბიჭს მოვეწონე და დამინიშტე პაემანი. მეც გადავწყვიტე რომ პაემანზე წამეყვანა დაქალი, ანუ ეს ხო გარდაუვალი პროცესია ქალის ცხოვრებაში. წავიყვანე დაქალი, მერე იმ ბიჭს მოეწონა დაქალი და ის მოიყვანა ცოლად. ასე დავათხოვე მთელი სადაქალო. ნუ ვინც არ მედაქალება, იმისგან 70 ლარს ვიღებ. ბიჭებისგან 150-ს, მაინც ქალური სოლიდარობის ფონდში. ნუ ბიჭებს კი მოუწონარ, მაგრამ ამბობენ ხოლმე რომ აუ ამას რა გააწყობს, ამისი ზომა 60. ამისი ზომა 60 სად ვიშოვოთო? ანუ რომ ვუფიქრდები, მატერიალური პრობლემაა. სანამ ქვეყანა ეკონომიკურად ფეხზე არ დადგება, ჩემი საშველი არაა. რომ ვუფიქრდები, ეს ბიჭებიც ძალიან უცნაურები არიან რა. აი წარმოიდგინეთ სიტუაცია, ბიჭები დგანან ბირჟაზე, ჩაივლის ძალიან მაგარი გოგო და ეს ბიჭები, აუ შეხედე რა მარწყივით ტუჩები აქვს, შავი ალუბალივით თვალები, ნესვევით მკერდი. აი გონია რომ ეგეთ ბიჭებს აქვთ ვიტამინების ნაკლებობა. ნუ კიდე არსებობენ ისეთი ბიჭებიც, რომლებიც გოგონების რაღაც კატეგორიას ეძახიან ჟეშტის ბოზებს. და ეხა ესეთ ბიჭებს რა გონიათ, რომ დგას გოგო, ჩაული მანქანით და ეს გოგო უცებ იტყვის, "Oh my god, ეს რა თესაფკის პაჩაბნიკი აქვს ამ მანქანას."
რაღა დაგიმალოთ და ძალიან მიყვარს ტელევიზორის ყურება. თუმცა ამ ბოლო დროს პროტესტის ნიშნად საერთოდ აღარ ვუყურებ ტელევიზორს. ნუ რა უსამართლობა, მსუქნებისთვის არაფერი არ გადის საერთოდ. არც სპორტი, არც ტv გადაცემა. აი წარმოიდგინეთ ესეთი შოუ რომ არსებობდეს, შეუჭამე ვარსკვლავს. ანუ ვარსკვლავი ყიდულობს პროდუქტს, მიდიხარ და უჭამ. მაშასე, სალომე ჭაჭუა და თამთა კულუბეგაშვილი, აჭარული სჭამა. ამ ბოლო დროს ბიჭი ვინც კი გავიცანი, ყველა მეძმაკაცება. და რა მინდათ იცით რომ გითხრათ? შეჩემას დაძახება თუ გინდათ, პირდაპირ დამიძახეთ, არ გამიტყდება. ძალიან დიდი მადლობა, თქვენს წინაშე იყო თამთა კულუბეგაშვილი. მადლობა.